ალანთაში გამიგიებოდო როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ის არა გაუგუნურები ხო არა გონი წლის შემდეგ სახელმწიფომ ომის დროს დაზარალებულები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გადაანაწილა. ზოგან სახელდახელოდ კოტეჯები ააშენეს, ზოგან ძველი კორპუსები გამოიყენეს. სოფელ კოდაში 457 ოჯახი, სულ 1351 ადამიანი ჩამოასახლეს. ყოფილი სამხედრო დასახლება 11 კორპუსითაა შემოსაზღვრული. კორპუსებს შორის ბავშვებისთვის ერთადერთი გასართობი სათამაშო მოედანია. დასახლების განაპირას პატარ-პატარა ბაღები. უფრო დიდი მიწისნაკვეთები დასახლებიდან 7-8 კილომეტრშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სიშორის და სარწყავი წყლის პრობლემის გამო ნაკვეთებს ვერ იყენებენ. კოდასთან ჩვენი პირველი შეხვედრა არც თუ მშვიდობიანი გამოდგა. მართალია ჩვენ დანახვაზე ადგილობრივები ერთად შეგროვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მამასახლისების გამოჩენისთანავე მოსახლეობა გაიფანტა და შორიდან დაგვიწყო ყურება. კორპუსის მამასახლისი. ევალება საკუთარი კორპუსის მოვლა. საჭიროების შემთხვევაში აქ მცხოვრები ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა. ხელფასი 400 ლარიდან. არჩევნებში აქტიურად ჩაბმულობა. მამასახლისები გარშემო გვერტყნენ, კამერები გაგვითიშეს და ჩვენი დაკითხვა ერთ-ერთი კორპუსის უბრალო ოთახში დაიწყეს. როგორც გვითხრეს, ეს გამგეობის შენობა იყო. თუმცა მოგვიანებით საუბრისას თავადვე წამოსდათ, გამგეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიაო. მამასახლისებმა ჯერ საბუთები მოგთხოვეს, შემდეგ ადგილობრივებთან მათ გარეშე საუბარი აკვირგრძალეს. ბოლოს კი დასახლების მშვიდობიანად დატოვება გვიბრძანეს. სადიპლომო საკეთებ. რა სადიპლომო ზეთქეცა, ხო ხერა შეიცვალა. რა შეიცვალა? რა შეიცვალა? რა. სად გიკეთი ახლა კამერა მითხარი. მითხარი ახლა სულ. ერთად მიყო. ოკეი. არ შეიძლება რა გავესაუბრო, ხო? ასურათები. რატო? რატო? ერთი წამი ხოლმე შევქერი ფულფულფარტახო შეწყოლა შევქერი ოფრესე ვინ არის რაში გაინტერესებს მოსახლეობასთან ინტერვიუები წინდა და როგორ შეიძლება ნებადართული როგორ არის როგორ არის ნებადართული რატო არ არის რა არის იცი მოდი რომელ კორპუსთანაც მიხვალ და ინტერვიუ გაინტერესებს ხო მომასახლის იქნება თქვენ იმ კორპუსს ვისთანაც გინდა მიდით ვისთანაც გინდა ინტერვიუ ჩამოვიდეთ ეს რატო ხდება ეგ გითხარით ეგრე ყურადღება უნდა კორპუსს რამე პრობლემას რო გეუბნებო მამასახლის მომაგაზე გასული ანუ მამასახლის გარშე არავის არ უნდა გავისაუბრო მამასახლისი იქ თქვენ გვერდზე იქნება თქვენ გაესაუბრებათ იმას თავის საქმე თქვენ გაესაუბრებათ აბა ვინახა რა მომაჩვენე ხო განახლა აბა როდის მაჩვენე პირადობა მაჩვენე ხო ჯიპას აუთ ხო განახლა აბა რა პირადობა არ არიან ჯერა ჟურნალისტი ხო უნდა ხონდეს ახლა ეგეთ აპარატურას მეც შენი საბუთი საერთოდ არ მინახავს მე რა ვინ გეუბნება საბუთიანი ვარ თქვენ ხო აბსოლუტურად შეიძლება უჩემო შენ ვაფშე ვინ ახარე გულიანად გეუბნები კაცურად დავბძანდით მარშრუტაში მიბძანდით ის მოვიდნენ ახლა იმის გასაკეთებლად ეგრე ჯობია რა არ გვინდა ახლა რაღაც ისე მამასახლისი არ გვინდა ის არ გვინდა ბავშვები ხო საბუთი მოჩვენ შენი საბუთი მოჩვენ აი შენი საბუთი აბა რა საუბარი ეგეთი საბუთი ეს მოდა გასული ჯერ ვაფშე რა რატო ეს რა არის პირადობა რაც მინდა რა აეროპორტში ვარ თუ იმაში ჯიპა საბუთი ხო არ გამიტრა კოდაში მეორედ ჩასულებს სხვა სიტუაცია დაგვხვდა. ამჯერად მოსახლეობასთან საუბრის უფლება მოგცეს, თუმცა თვალს მაინც არ გვაშორებდნენ. ჩვენ კითხვაზე ასე რატომ იქცეოდნენ, გვიპასუხეს, რომ ხალხთან საუბარს არავინ გვიშლიდა და არც არავინ გზღუდავდა. წინააღმდეგ ჩამოსვლაზე რაღაც გვეუბნებოდით, რომ ჩვენ გარეშე არ შეიძლება რომ იაროთ და თქვენს რატო შეიძლება? აბა მაშინაც მივეუბნებოდა რა იაროთ. გადაღებული გვაქვს. ვინ გითხრა რა იაროთ? გადაღებული გვაქვს. აუ ეგეთი რაღაც არ ყოფილი. მასალა გვაქვს. მე შეიძლება რაღაცა შეგეშალა.
ხო, რა ვიცი. თუ სხვანაირად ნათქვამი სხვანაირად გაიგეთ, ეგ არ ვიცი. ას ფიქრობ? ანუ უფლება გვაქვს. კი, რა თქმა უნდა. ხო, არავინ არაფერს არ გიშნით რა. როგორც მოსახლეობისაგან გავიგეთ, კოდაში ჩვენი პირველი სტუმრობის შემდეგ ისინი გამგეობაში დაიბარეს და ჩვენთან საუბარი აუკრძალეს. ხალბატონი მარინა მათ შორის ერთ-ერთია, თუმცა პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ჩვენთან საუბარი არ ისურვა. Mențin, mi-e la probleme și გამგეობაში დაიბარეს და დიდი ამბავი და ბილიზა. ეცელა მეთქია მე. ერთი წინადადება ვარ თქვი სულა. დაიშალეთ მეთქი ხლა რომ გითხარით რომ გონდეს მეთქი აქ ისეთი ამბავი მოხდება. დაგვიბარეს სამფე. ისაიო. ერთი სიტყვას რო იტყევსიო. არა ფერები, არა, არა, ნებეშინია ხლა მე მაგ. რა მეშინია, შემოდი სახშტაბ всё, შეეშვი მეთქი კეთს, გეუბნები ყველანაირს რა. ვერ რომ შეიძლება შემდგარები. შემოდი სახშ. არა, კარგი. რა არის? ნუ ვერი ხარ ახლა თაი, ბავშვი მიყარავას კაცო. ბავშვი არა ხარ, მაგრამ არც რა ხარ დიდი ხო იცი? შემოდი სახში მეთქი გეუბნები ხლა რა. თქვენთან ერთად წაიყვანეს კიდევ ვინმე? არა, ჩვენ განაწაბუყანეს და რა ვიწაბუყანეს. აღარ სასადაც წაუყოლე ხარ, მე ეგაზე მეტყვი შემოდი შეგიძლია всё არ მინდა რა. თუმცა არც თავრობაზე ვიძახი და არც იმაზე. შეიძლება სინამდვილე ეგაა, რომ მუშავრები არიან კიდე ბიჭები და ცოდუნია. ადგილობრივები ღიად საუბარს გაურბიან, ამბობენ, რომ უცხო ადამიანებთან ლაპარაკს უშლიან და პრობლემებზე საუბარს უკრძალავენ. მიზეზი ერთია, მთავრობის წინააღმდეგ არაფერი არ უნდა თქვა. ანუ რა სიტუაცია წინაზე იყოს რაღაც ფაქტი რომ დაშინება და არის ეგეთები არის მე დაშინებები როგორ არ არის ხალხს არ ალაპარაკებს ვინ არის და სუპერგა როგორც არიან ისე აქ არის აი რას გეუბნებიან ხმა რა მოიგოთ გაჩვენეთ მიზეზე თავრობის წინააღმდეგ არ უნდა ილაპარაკო ეგ არის მიზეზი აი ვინ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან ვინ არის რაღაც უფლება აქვთ ესე რომ მოგთხოვენ თავრობისგანაა ხელისუფლებისგან და რას გთხოვენ ვიღაცა რო შემოვა ხმას არ გვაღებინებენ და რატო ეშინათ რომ რამე სიტყვით თავრობის საწინააღმდეგო კარგს ვიტყვი ახლა მე რა მინდა მე აქ ვანაში არ შეიძლება თუ ჩამოვიდო უხარისხო ცემენტი და მასალა რო იყო დაეგრა ყველაფერი ცარცი და რა აქ როცა მოხვედით ესე იყო თუ გაარემონტეს იმის არა შულ ასე იყო მე რა უნდა გავარემონტო მე ერთი ავარემონტო უმშევრობაა როგორც იძახიან ჩვენ გითხრას რომ 80% დასაქმებულია არავით არის ახალგაზრდები ძალიან ბევრი მუშევარი არიან ხო და გაჭირება გჭირის ცხოვრება როგორც თელ საქართველოში ასე აქ იძახიან რომ მამასახლისები გამგებლები ხმის ამოღების უფლებას არ გაიგებს არა ეგ მაგაზე ლაპარაკი არ იქნება ახლა არა რატომ არ იქნება ახლა ეს ბიჭი ახლა ჩემთან არის აქ დაბლა ცხოვრობს ჩვენ პრობლემა არ აქვს ასეთი მაგას ჩემს არასოდეს არ უთქვია იციან ჩემი აზრი მე რა აზრისა ვარ რა ეს არ თქვა ამის ამას ეთქულა მაგას ეს ხარამე გამოდის მე სიმართლე არ უნდა ილაპარაკო რომ ამ თავრობის ცუდი რო გამოვიდეს ეგ არ მეტყვი აი ეგ არის უნდა გაჩვენდე უნდა აქორდა რა გიჭირს რა იმაში ხარ არ უნდა ილაპარაკო ახლა დამირეკეს რომ შენი ნახვა უნდა აი თქვენ ნახვა უნდა თქო დაურეკეს იმიტომ რომ რას ვლაპარაკობთ და იმაზე მოვიდა ეს თუ ვისანა ვინ არის ნეგებს მამასახლისი იყო გონი რა ვიცი მე და რამდენია მამასახლისები ვერ გაიგებ შარჯ შეგოშალა სხვაგან ვაკაკუნებდით უშიშად მოხვედით ესე რომ უცბად შეგეშინდათ არა შიშით უბრალოდ ერთმანეთს ავიკავთ ასე ხო არა შიშიდა შუაში ეხლა არის გენოსული თავისუფლება ვერასაც მინდა ვიტყვი შენ რაც კიდე უნდა გააკეთო მაგრამ ფარგლებში კანონის ხო ეგრეა
ქალბატონი სონია ერთ-ერთი კორპუსის მამასახლისია, თუმცა თავდაპირველად ისე გაგვეცნო როგორც ჩვეულებრივი ადგილობრივი. მის მამასახლისობაზე მაშინ დავეჭვდით, როცა მასთან საუბარი თავად მამასახლისებმა გვირჩიეს. საუბრის დროს დასწრებაზე კი უარი განაცხადეს. მისი თქმით, სოფელში ადამიანებს პრობლემა არ აქვთ. ვისაც დასაქმება უნდა დასაქმებულია, ხოლო პრობლემებზე იმიტომ საუბრობენ, რომ გაზარმაცდნენ და დახმარებას მიეჩვივნენ. დასაქმების მხრივ გენათვალე თუ კი გაინძრევი, მე მგონი დასაქმება ძალიან ახლო ვართ თბილისთან. და თითქმის ყველა დასაქმებულია და მუშაობს. ვინც ზარმაცი არის, არა მუშაობს, ბირჟაზეა და ვინცაც შეუძლია და უყვარს. ბირჟაზე ძალიან ბევრი ადამიანია და ხა ვერ დავიჯერებ. არა, ნახევარზე მეტი დასაქმებული არის. იმიტომ თბილისთან ახლო ვართ. და თბილისში მაგალითად მშენებლობაზე მაგალითად ჩემი ოჯახიდან სამნი მყავგე სიძე არის ჩემი დასაქმებული, ჩემი ბიჭები არიან დასაქმებულები, მუშაობენ. მშენებლობაზე მუშაობენ. როგორც თავად მამასახლისები ამბობენ, მათი მოვალეობა კორპუსის მოვლა და ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა. თუმცა მათი უფლებების ზღვარს სცილდება და ადგილობრივებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში გადადის. მამასახლისები სოფლის ქუჩებში პატრულირებენ, ჟურნალისტებს და უცხოპირებს ადგილობრივებთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევენ და მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა არ ისაუბროს. კოდაში ჩვენი ბოლო ჩასვლა განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. მამასახლისებმა ხალხთან მისასვლელი ყველა გზა ჩაგვიკეტეს და ამჯერად დასახლების დატოვება პატრულის გამოძახების მუქარით მოგთხოვეს. ყოველთვის მოდიხარ და ინტერვიუს იღებ. ვისი დაკვეცთუნო? აბა საქციელი ხა, მასხარად გიდება ხალხს. რაშუაში? აბა მარა. აბა მარა, რეგეკითხები, ყოველთვის ჟურნალისტები არ მინახი აქ მოსულები და მასხარად იგდებდეს ხალხს. აბა რა არის თქვენი გაშუქური მაჩვენი? რო შემოდიხარ ხო უნდა მაჩვენი? საუბრებელი არა ხარ, მარას მოდიხარ და რა, მასხარად იგდებდეს. აი წამოდი რა, წამოდი. სამუთები გა. აბა ჩვენ იცი რა უბედურებები თავად ხოსული. მოდი რა წადით აქედან პოლიციას გინდა. არა არის ყოველთვის შემოსვლაი გამიგია. ყოველთვის გამიგია როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ის. ვერა გაუგუნურები ხო არა გო. დასახლებიდან გამოსულებს მანქანით გამოყვნენ და კამერების მათთვის გადაცემა მოგთხოვეს. თეთრი წყარო შესასვლელამდე გვდიეს, შემდეგ გაჩერდნენ და თავი დაგვანებეს. სოფელ კოდაში ჟურნალისტებს მოსახლეობასთან მისასვლელად ყველა გზა ჩაკეტილი აქვთ. დევნილების დევნა ისევ გრძელდება, თუმცა ამჯერად ხელისუფლებისგან.